არაერთხელ მithქვამს, რომ აი ეს ტაძარი ეს არის ქართველი ადამიანის ავტოპორტრეტი. ეს არის ჩვენი გამოსახულება. აი როგორიც ეს ტაძარია, ისეთია ქართველი ადამიანი. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბევრ დიდ საქმეს გააკეთებს ქართველი ხალხი და ვფიქრობ, რომ საჭიროა ერთსულოვნებაერსა და ბერს შორის. სიკეთეს უნდა ემსახურებოდეს ეს ერთსულოვნება. ერთსულოვნება სწორედ ასე უწოდა მისმა უწმინდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვითისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიას. ტელევიზია მხოლოდ ერთ-ერთია იმ მრავალ პროექტ შორის, რომელიც პატრიარქის თაოსნობით განხორციელდა. მისი ეპოქალური მოღვაწეობისადმი საყოველთაო მადლიერებას მთელი საქართველო 4 იანვარს პატრიარქის დაბადების დღეს გამოხატავს. გილოცავთ თქვენო უწმინდესობა, გისურვებთ ზეგრძელობას, უფლის შემწეობასა და ერის ერთსულოვნებას. ბერტი არის სიყვარული და უფალმა ქართველ ადამიანს, ქართველ ხალხს მისცა თავისი თვისება. აი სიყვარული მისცა. ეცადეთ, რომ სიყვარული და სიხარული სუფევდეს თქვენს ოჯახებში, თქვენს სახლებში. ეს არის დიდი მონაპოვარი, დიდი მადლი ღვთისა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ულოცავ დაბადების დღეს. მე იმ ბედნიერ ადამიანთა რიცხვში გახლავართ, რომელიც მისი აღსაყდრების დღიდან დღემდე მოჰყვება პატრიარქს და ყველა მისი საოცრად დიდი საქმების მოწმე გახლავთ. იმ პერიოდში, როცა პატრიარქი მოვიდა 60 ქულო ეკლესიის სათავეში, ძალიან ძნელი იყო საერთოდ საქართველოში სულიერების გატარება, ეკლესია დათრგუნული იყო. მე მახსოვს კარგად, როგორ ხდებოდა იგნორირება ქართული საგალობლის, მე მგალობელთა ოჯახიდან გახლავართ. ეკლესიაში გამოჩენაც კი არ შეიძლებოდა ჩვენი ახალგაზრდების, სტუდენტების. პატრიარქი მოვიდა თუ არა, სათავეში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. მან თავის თავზე იტვირთა ყველა ცოდვა ჩვენი და შეიძლება ითქვას, რომ აი დანის პირზე ატარა საქართველო. ამდენი ხნის განმავლობაში ეკლესიები აღადგინა, აღაშენა, ხალხის სულიერებისკენ მოაბრუნა. ხალხის სიმართლისკენ მოაბრუნა, სინათლისკენ მოაბრუნა და სწორედ იმ გზით წაიყვანა ქართველი ხალხი, რომს ამ გზას ტაძრისკენ მიყვარდა, ამ ტაძრისკენ მიმავალ გზაზე წაიყვანა ყველა. მე არასოდეს დამავიწყდება ის პერიოდი, როცა ეკლესიებში საერთოდ არ იყო ქართული გალობა. დღეს ყველა ქართულ ეკლესიაში, რომელიც მრავლად აშენდა, ათასობით აშენდა მისი მმართველობის პერიოდში, ქართული გალობა ისმის. ამაში ერთ-ერთი მეც გახლავართ ჩართული და ყველა ანსამბლები სიამოვნებით ასრულებენ იმ ტრადიციას, რომელიც ადრე იყო დანერგილი. ის 70 წლის დანაკლისი, რაც ქართულმა ეკლესიამ განიცადა და ყველა უბედურება, რაც საქართველოს იმპერიოდისთვის განიცადა, პატრიარქმა თავისი მოღვაწეობით გაამთელა, გაამშვენიერა, გაალამაზა. და ბედნიერია საქართველო, რომ ყავს ასეთი პატრიარქი, რომელსაც მივყვებით ჩვენ და გავყვებით ბოლომდე, ვინაიდან მას
მიყავართ სწორი გზით, მიყავართ საყდრისკენ, მიყავართ სულიერებისკენ, მიყავართ მზისა და სინათლისკენ. დღეგრძელობა ჩვენს პატრიარქს. პირველ ყოვლისა მე მინდა მივუღოთ მის უწმიდესობას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს დაბადების დღე და მე უნდა უსურო მას ჯანმრთელობა და მრავალჟამიანი სიცოცხლე. ეს არის განსაკუთრებული დღე და მე მგონი რომ ამას ზეიმობს მთელი საქართველო. უნდა გითხრათ რომ ისე მოხდა რომ 38 წლის წინ მე ვიყავი მაშინ კინოკავშირის პირველი მდივანი, მივიღე ბილეთი, რომლითაც მე შემეძლო წასვლა სვეტიცხოველში. ეს იყო ძალიან გასაკვირებელი, იმიტომ რომ იქამდე არასოდეს ესეთი რამე არ მოხდარა. და რა თქმა უნდა, მე გავეგზავნე სვეტიცხოველში. მე ბევრჯერ ყოფილა სვეტიცხოველში, მაგრამ ამდენი ხალხი, რაც იმ დღეს იყო, მე არ მინახავს. ძლიერ შევედი. იყო ყველა მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრები. ყველა გამოდიოდა და ყველა ამბობდა იმას, რომ დღეიდან იწყება ახალი ერა საქართველოს ცხოვრებაში. ამის შემდეგ ჩვენ გავემართეთ, აი სადაც რედისონია, იქ იყო ივერია. ბიბლიაში წერია, რომ როცა იესო ნეველმა შეიყვანა ებრაელები აღთქმულ მიწაზე, ზეცაზე იყო მთვარე და მზე. და სწორედ იმ დღეს, იქ სადაც ახლა სამებაა, იყო მთვარე და მეორე მხარეს იყო მზე. ეს ნიშნავდა იმას, რომ საქართველოს მოევლინა ადამიანი, რომელიც ღმერთმა გამოგზავნა საქართველოს გადასარჩენად. მე მინდა თქვა, რომ ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ისი უწმინდესობა არის ხელოვანი. ის არის შესანიშნავი მუსიკოსი, შესანიშნავი მხატვარი და მოქანდაკე. მისი უწმინდესობა არის მთელი ჩვენი ხალხის, ქართველთა სულიერი მამა. ეხლა დამჩენია, რომ ღმერთს თხოვ მისი უწმინდესობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეს მისცეს ჯანმრთელობა და მრავალჟამიანი ცხოვრება. დიდება ღმერთსა და მადლი ღმერთსა და დიდება დღეს დღევანდელსა. დიდება ჩვენს პატრიარქს ილია მეორეს, რომელმაც ცარიელ მიწა გაავსო ეკლესია მონასტრებით და ცარიელ სულებში სანთელი დაანთო. მე არ წარმომიდგენია ქართველი ხელოვანი მუსიკოსი იქნება, ის პოეტი იქნება, მწერალი, მხატვარი, რომ ილია მეორისგან მადლი არ მიეღოს. თავის შემოქმედებაში ეს სახე, ეს დიდებული სახე და განუმეორებელი სახე სწევს თავარისა, მაშინ არ იყოს ასახული და არ მოითხოვდეს რაღაც შემოქმედებით იმპულსარი იძლეოდეს, მაშინ განუწყვეტ. მე მაგალითად პოემა მაქვს ერთი მე ვარ სული საქართველოში, სადაც საქართველოს სული მრისხანეთ ლაპარაკობს, რა თქმა უნდა, ჩვენზე, მის შვილებზე. ეს სისასტიკე ქრისტესთვის, ეს სისასტიკე სამშობლოსთვის, ხო? ეს მობიერება, რომელიც თან ახლავს ამ საქართველოს სულს იმავდროულად, ხო? ეს ყველაფერი მე ეს ხატი წამოვიღე მე ილია მეორისაგან. იმიტომ რომ არ არის უბრალოდ არ ახდება რომ უბრალოდ ვერ მოხდება რომ ასეთი დიდი მაგალითი ადამიანებში არ შეიჭრას, აი სოლივით არ შეიჭრას და იქ არ იმყოფებოდეს. დიდი ხანია ასეთი ღვაწლი ჩვენ არ გვინახავ ადამიანისგან, ადამიანის კვალზე, ასეთი ღვაწლი არ გვინახავ ჩვენ. მან მოაქცია თავიდან ქართველობა ჯულზე და მე თაყვანს ვცემ მის დარაჯობას, სასტიკი მოდარაჯეა. და ამავე დროს ხო არის, აი, არ ვიცი, ვის შეიძლება უფრო მობიერი და ჩვილი გული ჰქონდეს ვიდრე ჩვენს პატრიარქს. შთაგონება მიმიღია
მისი სახით, მისი ქადაგებების ყოველთვის რო უსმენ, აუცილებლად იქიდან რჩება რამე. აი ზოგჯერ სამშვალივით, უფრო ხშირად სამშვალივით ჩაგესობა რაღაც გულში და იმას ვერ იშორებ და პასუხს სცემ მას. იმიტომ რომ შენ თვითონაც პასუხისმგებელი ხარ. იცი რომ პასუხისმგებელი ხარ. ხო. და მე მინდა აი როგორ ადამიანურ ენაზე და ადამიანური ძალით მთელი რაც კი ძალა შემწევს მართლაც რომ უსურო მას ხანგრძლივი სიცოცხლე მხოლოდ იმისთვის აი ერთადერთი არსება ბუნებაში ქართველობაში ერთადერთი არსება რომლის სიცოცხლე და კარგა ყოფნა არის ჩვენთვის წამალი და ერთადერთი ნუგეში მერთო ამიტომ აი ამ სასოწარკვეთის ზღვარზე ვუსურვებ მას დიდხან სიცოცხლეს და ძალას ღვთის მიერ ბოძებულს რომ თავისი მთის და თავისი მდინარეების ძალა და ენერგია მისცეს მას კვლავაც მერთო ამას გთხოვ საქართველო ხო გამთლიანდა დარი ვიყავი გაღვიძება დამაგვიანდა ანდა სხვა რამე ნაკლთა გამო ადამიანთა მერთო ამას გთხოვ საქართველო ხო გამთლიანდა ამ ერთა წყალში იმ ერთ თევზი ხო ასრიალდა ყველა ხრის ქარი თავზე რისხვად ხომ დატრიალდა რაც სოდვა ქონდა დროშად ყველა ხო აფრიალდა ხო განივანა სისხლით ტანჯით გამადლიანდა ხო გაიფანტა სიწმინდენი დანაგვიანდა ხო ავწყალობა დავითიან თამარიანთა ხო მიეც მარი და ნიჩაფი ადამიანთა რომ მიწას ოფლი დააწვიმონ სანთელს ცრემლები რომ გზაზე მგზავრი დააყენონ თაზე მცველები ღმერთო ამას გთხოვ მთელი სულით მთელი გულითა რო გაიხარებს მამა შვილით დაკარგულითა გააძღე ჩემი საქართველო არა პურითა არა ღვინითა არა წყლითა სიყვარულით ვიყვარდეს ერთმანეთი გიყვარდეთ ერთმანეთი ამას ძალიან ხშირად ამბობს წმინდა ივანე ღვთისმეტყველი და როცა ჰკითხეს მას უკვე ვეღარ დადიოდა და საკაცეზე იწვა იგი მაინც გადაგებდა ამას გიყვარდეთ ერთმანეთი ერთმა მისმა მოწაფემ ჰკითხა რატომ იმეორებ ერთ და იგივეს მან უთხრა რომ მთელი სახარებაო ამაშიაო სიყვარულშია ღმერთმა მოგცეს ჩვენ დიდი სიყვარული დიდი მოთმინება და დიდი სიხარული ამინ თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ბედნიერი კაცი ვარ რომ კიდევ ერთხელ მერგო წილად რომ პატრიარქის დაბადების დღე მიუღოთ დავიწყოთ იმით რომ ახალი წელი მობრძანდა და ახალი წელი რომ მობრძანდება კიდევ სხვა რამ ახარებს იცით რომ ახლოვდება ჩემი უწმინდესის დაბადების დღე მაქვს პატივი
რომ ხშირად ნახო მოვეფერო და უბედნიერესი კაცი ვარ რომ ცხოვრობ და არსებობ იმ პერიოდში როდესაც შენ უწმინდესი ყავს ბატონი ილიას სახით ჩვენს ქვეყანას მე მინდა მიულოცო დაბადების დღე ალბათ ასე ინება უფალმა და ყველაზე რთულ პერიოდში მოულინა მართლა უწმინდესი და მართლა უნეტარესი და უსაყვარლესი ადამიანი როგორიც არის ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი იცოცხლე დიდხანს ვიფასო საყვარელო სალოცავ ადამიანო ყველა ქართველისთვის ძალიან მიყვარხართ ძალიან უყვარხართ თელ საქართველოს და ძალიან დიდი იმედი აქვს თქვენი მე პირადად როგორც ფეხდაფეხ მოგდევთ სულ ჩემ თავს ასე ვლოცავ ხოლმე პატრიარქი კარგად არის ესე იგი მეც კარგად ვიქნები იცოცხლეთ გაიხარეთ იცოცხლოთ ეს საოცრება რასაც საქართველოს და ქართველი ხალხი ქვია დიდი მადლობა გამჩენს რომ აი მე დღეს ამის საშუალება და უფლება მაქვს გაიხარეთ აი დღეს ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს როცა ძალიან სჭირდება ადამიანს აი ეს სიმშვიდე თუ არ იქნება სიმშვიდე ადამიანი ვერ გაარჩევს სად არის კეთილი და სად არის ბოროტი თუ არ იქნება სიმშვიდე ადამიანი ვერ დაამყარებს კავშირს უფალთან აი არ შესდგება ვერ შესდგება აი ეს დაახლოება ღვთისა და ადამიანის ენერგიისა ადამიანმა უნდა აკეთოს სიკეთე რაც კი შეუძლია როგორც კი შეუძლია და სიკეთე უხვად დაგიბრუნდება თქვენ შევთხო უფალს რომ აი ეს მადლი სულისა წმინდისა უხვად იყოს ჩვენში უხვად იყოს საქართველოში ჩვენ მრავალი პრობლემების წინაშე ვდგავართ და ეს ყველაფერი აიხსნება იმით რომ ჩვენ უფრო მეტად ზრუნავთ მიწიერზე ვიდრე სულიერზე სულიერი უნდა იყოს საფუძველი ჩვენი ცხოვრებისა და რა თქმა უნდა მიწიერზეც უნდა ვიზრუნოთ მაგრამ პირველადი მაინც სულიერია წყალობა მშვიდობა სიხარული და სიყვარული სუფევდეს თქვენთან და საქართველოში ამინ